აი ეს სიხარული ყველამ უნდა გამოცადოს იქ, როდესაც ათეულში ხვდები და ძალიან დიდი წვლილი მიიგიძღვის იმ მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაში, რაც იქ დაფასდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ ჩემი სკოლა, მე გახლავართ მეორე სვირის აკაკი წერეთლის სახელობის ნომერ 1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველება ბიოლოგიის მასწავლებელი 7 წლის განმავლობაში ჩართული ვართ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში და იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი აქტივობები დაგვიგროდა სკოლაში და ვიცით რომ საერთოდ მსოფლიოში გარემოს დაცვა რა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ეს ეკოლოგია ჩვენი მთავარი საზრუნავია. აქედან გამომდინარე დაგვეხმარა გარემოს დაცვის და განათლების ცენტრი, მოგცა შესანიშნავი წიგნები, რომელშიც აქტივობები იყო გათვლილი და ამ აქტივობების თამდევი გავხდით ჩვენც. ჩვენ ყოველწლიურად წლების განმავლობაში ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს, ეზოს გამწვანება, სკოლის ეზოში დასუფთავება და ჩვენი სკოლა მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც იწყება აჯამეთის აღკვეთილი და ხშირად ვართ მისი სტუმარი და აჯამეთის აღკვეთილი იმითაც არის გამორჩეული, ორი სახეობის მუხა არსებობს აქ, რომელიც არსად არ არის მთელ მსოფლიოში და ამიტომ მიიღო მან აღკვეთილის სახელწოდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ მაინც მეორადი ნივთებისათვის სიცოცხლის შექმნაზე. კერძოდ კომპოსტს ვაწარმოებთ პროდუქტების, საკვები პროდუქტების ნარჩენებისაგან, რომელსაც ორგანულ სასუქად გამოვიყენებთ სკოლაში ნარგავებისათვის, ასევე სხვადასხვა პლასმასისგან ვაკეთებთ სხვადასხვა სათამაშოებს, რომელიც ახალწლოდ გვადგება და ასევე ღონისძიებებისათვის და მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე ძალიან მიმაჩნია მე, ეს იყო მაკულატურის შეგროვების შედეგად, რომელშიც მთელი სოფელი თემი იყო ჩართული, ვამუშავებთ მას სკოლაში და ღებულობთ ახალ ფურცელს და ასევე მივიღეთ სხვადასხვა ფერის ფურცლები, ისევ ბუნებრივი საღებავების ენდროსა და ფერაფერა საშუალებით და ალბათ ეს დაწყებითი საფეხურისათვის ამის სწავლება, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პატარაობიდანვე, როცა ბავშვები უკვე შეეჩვევიან, როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს, ეს აუცილებლად მოგვიტანს დიდ შედეგს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ გარესამყაროსაც ეშველება. ეს კონკურსი 2018 წლიდან ტარდება მწვანე ჯილდო, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები იყვნენ ჩართული. მხოლოდ 2022 წელს დაემართა უკვე სკოლები და ზუსტად ეს იყო მიზანი, ცნობიერების ამაღლება დაწყებითი საფეხურზე ბავშვებში და მასწავლებელთა წახალისება. ეს კონკურსი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, სადაც ცენტრის ხელმძღვანელები მუშაობდნენ პირველ ეტაპზე, რომ გადარჩევა მომხდარიყო ამ განაცხადების, მეორე ეტაპზე უკვე ჩაერთო სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სადაც ჟიური შეიკრიბა და თითოეულ სკოლას და თითოეულ კონკურსანტს უნდა წარგვედგინა ჩვენი ჩატარებული ღონისძიებები და ამ ჩატარების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მოვხდი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავდა და აღმოჩნდი ათეულში და 23 ივნისს შერატონში იყო დაჯილდოება, სადაც მივიღეთ საუკეთესო ათეულისა და საუკეთესო მწვანე ჯილდოს მფლობელის ძალიან ბევრი სიგელი და ფასიანი საჩუქრები. ნიკო კეცხოველის კლუბი არის, რომელიც ისევ გარემოს დაცვას ეხება. იქაც ნახევარფინალში ხვდებით სულ, მაგრამ იქ ჩატარებული აქტივობები დაგვეხმარა ჩვენ, რომ მწვანე ჯილდოზე განაცხადი გაგვეკეთებინა. ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩვენი სკოლა რეაბილიტირებული იყო და პირველ სურში ვსწავლობდით. ზუსტად აი ამ მეორადი ნარჩენებისგან ბავშვებს შევაკერინეთ თოჯინები და თოჯინების თეატრი მქონდა, რომელიც სცენაზე წარვადგინეთ და ანშლაგით დამთავრდა, ასე რომ ვთქვათ, გავიმეორეთ რამოდენიმეჯერ. შემდეგ იყო პანდემიის პერიოდში თვითონ აჯამეთის აღკვეთილში ონლაინ გაკვეთილი ჩავწერე, რადგან ბავშვებთან შეხება არ მქონდა და რა ვიცი, ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობები გახდა საფუძველი იმისა, რომ ეს დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი ნამუშევრები გაგვეცნო მთლიანად საქართველოსათვის.
გუშინ შუადღისით ჩამოფრინდნენ და საღამოს უკვე ვარჯიში მქონდა. რადგან დიდი ხნით არ არიან, სულ 3 დღე 4 დღით არიან ჩამოსულები, ამიტომ ვცდილობენ რომ მაქსიმალურად მოასწრონ ჩვენთან ერთად ვარჯიში და ჩვენ ვცდილობთ რა თქმა უნდა მეტი მივიღოთ ასე ვთქვათ, მაინც ევროპელია, უცხოელია, ჩვენთვის უცხო ის არის და წეხანაც ვთქვი, რადგან არა ვართ განებივრებული იმით, რომ ჩვენ ხშირი გასვლა გქონდეს. მით უმეტეს, როცა გუნდს ეხება, ახლა 1 და 2 ადამიანი შეიძლება და ბევრი ვყავს, ჩვენ წარმატებული ბიჭები, მაგრამ ზოგადად ვამბობ, აი ინტერესაც ხედავთ ალბათ, რამდენად ინტერესით უყურებენ პატარა ბავშვები და თუ განვითარებაზეა ლაპარაკი და იმაზე რომ ჩვენ გვინდა უფრო წინ წავიდეთ, მე ვფიქრობ ეს არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ ძალიან მოხარული ვართ ამ ყველაფრის მით უმეტეს, როცა მათი ინიციატივა იყო ეს, რომ ჩამოსულიყვენ და თქვათ იცოდნენ ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენ ქალაქში და ამ დარბაზის წარმატებები ამ ხალხმა და გამოთქვეს სურვილი რომ ჩვენთან ერთად ერთობლივი ვარჯიში ჩაეტარებია და ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით მაქსიმალურად ცოტა კი განვიცადეთ რაღაც მაინც პირველი იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად მიდის და რა ვიცი ვეცდებით რომ ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი გაგრძელდეს სამომავლოდაც რომ კიდევ მხოლოდ თუ წარდგება ჩვენს სპორტს ზოგადად და ადამიანებს შორის ურთიერთობას არაფერს ეს ხელს არ უშლის პირიქით მოხარულები ვარ და ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმით რაც შეგვიძლია. ჩვენ ვართ ბრატისლავიდან, სლოვაკეთიდან, სპორტული სკოლა STO სლავია ბრატისლავა. ჩვენ სკოლაში დადის 2 ქართველი ბავშვი, რომლებიც არიან წარმოშობით ზესტაფონიდან. მათ მამამ შემოგთავაზა საქართველოში ჩამოსვლა და ვარჯიში გრძნობთ სხვაობას. საქართველოში უფრო ძლიერად და უფრო ინტენსიურად ვარჯიშობენ ვიდრე ჩვენთან. მაგიტომაც ხვდებით ამ ტრენინგების შემდეგ, რატომ არიან ქართული ძუდოისტები ასეთი ძლიერები და ასეთი წარმატებულები. გვინდა გავაგრძელოთ ურთიერთობა ამ კლუბზე ძუდო კლუბთან. დიდი სურვილი გვაქვს რომ მომავალში ჩვენთანაც ჩამოვიდნენ სლოვაკეთში, იქაც ივარჯიშონ და იმედი გვაქვს რომ ჩვენც კიდევ არაერთხელ ჩამოვალთ და ჩვენ ძუდოისტები გაუცლიან თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთს. ძალიან კმაყოფილები არიან აქ ვარჯიშით. ძალიან ეთყობათ ქართულ ბიჭებს რომ გენებში აქვთ ეს ჩადებული და უფრო აქტიურები და ძლიერები არიან. ძალიან კმაყოფილები არიან ამ ვარჯიშით და ძალიან მოწონთ, იმიტომ რომ უფრო აქტიური და უფრო ენერგიული ვარჯიშები აქვთ აქ. ძალიან მადლობლები არიან რომ მოიწვიეს აქ სავარჯიშოდ, დიდ გამოცდილებას იღებენ ამით და იმედი აქვს რომ გაგრძელებოთ ეს ურთიერთობა მომავალში. პირველი შემთხვევა იყო რომ საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ ბიჭები. დიდი იმედი აქვს რომ გოგოებსაც ჩამოიყვანებენ. ძალიან გვეხმარებიან ჩვენ ზრდაში, განვითარებაში. დღეს ჩვენს დარბაზში სტუმრები ყავს სლოვაკეთიდან. ერთობლივი ვარჯიშები ტარდება. ჩვენთვინაც ეს არის ერთგვარი გამოცდილება იმათ ვინაც ძალიან ბევრი რამე სწავლობთ ერთმანეთისგან, ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ეს ხშირად არ ხდება ჩვენს დარბაზში და იმედი მაქვს მომავალში გოგოებსაც ჩამოიყვანებთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადო თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს და გვაკავშირებს აზიის განვითარების ბანკთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი ორგანიზაცია საქართველოსთვის და განსაკუთრებულად აღსანიშნავია ალბათ ის გარემოება, რომ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტია რეალურად ამ თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული საქართველოში. მათ შორის გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ჯანდაცვის სექტორია, ამ მიმართულებით გვაქვს როგორც წარმატებული გამოცდილების განხილვის შესაძლებლობა, მასზე საუბრის შესაძლებლობა, იმავდროულად სამომავლო მნიშვნელოვანი გეგმები, რომელზედაც ვისაუბრეთ სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში. ითქვა, რომ მართლაც წარმატებული იყო ამ დრომდე ჩვენი თანამშრომლობა და ბუნებრივია, რომ გამოითქვა იმედიც, მზადყოფნაც და სურვილიც, რომ ეს თანამშრომლობა სწორედ ასე ნაყოფიერად წარიმართოს მომავალშიც. So we're very pleased with our partnership with the Ministry of Health. This is a long-term partnership. We're very impressed by the quality of reforms that have been initiated, especially to ensure better quality services, the quality of care, as well as rationalizing of health services in the country. And building on this, we look forward to supporting the Ministry of Health's efforts to strengthen health outcomes for the people of Georgia.